ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შევრიგდით. კარგი იქნებოდა ჩემს ძმას რომ არ შეხვედროდით. ხოლ ყველაფერს მოგიყვები დეტალებში, გკოცნი. შესანიშნავია. როგორ მშიოდა? აგრასაკეთებ, უკვე მართლა მეშინია. ეს ამად ღირდა. დღეს დრო ძალიან კარგად გავატარე. ახლა უნდა წავიდე აქედან. ერთი ამას შეხედეთ. შეიძლება გამომადგეს. ტელეფონი დამრჩა. აკრას აკეთებს. მახსოვს მაგიდაზე დავდე. კარგი. კინაღამ მიხვდა. გამიმართლა. შეუძლებელია ქურდი იყოს. კარგად ვიცნობ. ასე არ იქნება. მშობლების ახლობელი რომ იყოს, მეწოდინებოდა. ალბათ ჩვენი ახალი მოახლეა, მაგალითად დამლაგებელი. აი მესმის დამთხვევა. დედა. დილა მშვიდობისა. გაიღვიძე ჩემო ლამაზო. დილა მშვიდობისა დედიკო. ცოტა ხანს კიდე დაიძინე. ჯერ ძალიან ადრეა. არა დედა უნდა წავიდე. მე და განჯამ სამსახური უნდა ვიშოვნოთ. ასე ნუ დაიწვირთა თავს. ღამის გასათევი ადგილი გვაქვს. არ გჭირდება სამუშაო. დედა სახლში ვერ დაჯდები. უნდა ვიმუშაო. ასე გავგიჟდები. ხო მიცნობ. ხო. იმედი მაქვს შენ შესაფერის სამსახურს მალე იპოვნი.
ღმერთმა ინებოს დედიკო. სამზარეულოში უნდა წავიდე, საუზმე უნდა მოვამზადო. შენს სამამყევი. კარგი. ომლეტი მოგიმზადო? კი. ყველით? ხო. კარგი. მეც ახლა ვემოვალ. დილამშვიდობისა, შუკრან. დილამშვიდობისა, ემელ. დღეს რა მოვამზადოთ საუზმეზე? ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. კარგი, მაშინ ახლა ომლეტს მოვამზადებ, შემდეგ კი რასაც მეტყვიან, იმას გავუკეთებ პატრონებს. კარგი. ბატონი ნიჰატი საჭმელი? გუშინ სახამოს გამამზადე, გამოიღე და გაათბე. ძალიან კარგი. მაშინ სუფრის გაშლას დავიწყებ. ელიფი მოვიდა? ელიფმა დამირეკა, ბავშვი გაუხდა ავად. ცოტა დააგვიანდება. ღმერთო ჩემო. ზუხალიც ავად გახდა. ყველაფერი როგორ მთხოვა ხოლმე. ასლი დაგეხმარება, ხო საყვარელო? გამარჯობა დეიდა შუკრან, გამარჯობა საყვარელო. რა თქმა უნდა დაგეხმარებით, რა გავაკეთო? ასლი, ეს თეფშები ბაღში გაიტანე, კარგი? კარგი. ესეც წაიღე და ლამაზად გაშალე სუფრა. კარგი დედიკო, ჩემო ლამაზო. ემელ. რა კარგია ქალიშვილი რომ მყავს არა? აუ, მადლობა ღმერთს, რომ ასლი მყავს. კინ აღამ დამინახა. მალე გაგაგიჟებ. ეს როგორ მოხდა? შოქშია. ეს ყველაფერი ვინ გააფუჭა? ორი სად არის? დარწმუნებული ვარ რომ მოვიტარე. რა ხდება? გუშინ საღამოსაც უცნაური რა მოხდა? რანაირი სახლია? იმედი მაქვს მოჩვენება არ არის. უკვე მეშინია. შეეშინდა. ორი შეიძლება დეიდა შუკრან. ხომ წაიღე? წავიღე ხო? კი. მეც ასე მახსოვდა, მაგრამ აღარ დამხვდა, ღმერთო. სუფრის გადასაფარებელი სარეული დამხვდა. დეიდა შუკრან, სახლში ვინმე არის? არის ვინმე? რა თქმა უნდა, მისი მეპატრონეები. არა, ეს არ მიგულისხმია. მოჩვენება ხომ არ ცხოვრობს აქ? არა, შვილო, რას ამბობ? რა თქმა უნდა, არა ასლი. არ ვიცი, აბა სხვა რა ვიფიქრო. ალბათ ძაღლმა გააფუჭა ყველაფერი. ხომ ხედავ შვილო? ძაღლი შეჭამდა პურს. ხო, მართალი ხართ, ალბათ ძაღლი იყო, წავალ შევამოწმებ. მოდის. ძეხვიც გაქრა. დეიდა შუკრანი მართალი, ალბათ ძაღლმა შეჭამა. თანაც ძალიან მშიერმა ძაღლმა. აუცილებლად გიპოვნი. სად ხარ პატარა ცუგა? ასლი. მე გავაგრძელებ სუფრის გაშლას. შეგიძლია შეხვიდე, დედა გელოდება. კარგი. ელიფ, ფრთხილად იყავი. ძაღლმა ყველაფერი შეჭამა. ძეხვიც კი. რას ამბობ? წახან შევამოწმე. კარგი, არა უშავს. შეგიძლია შეხვიდე. მადლობა.
დილომშვიდობისა ბატონო ბურაკ. გამარჯობა. რამე განსაკუთრებული ხომ არ გნებავთ საუზმეთ? არა, მე ჩემს ოთახში ვისაუზმებ. იქ მომიტანეთ. კარგით. რაღაც მინდა კითხო. გისმენთ? ახალი მოახლე ყავს? ქალბატონი ემელი? არა. ახალგაზრდა გოგო დავინახე. ხო, არავინ აგვიყვანია. ის სტუმარია? ალბათ ასლი დაინახეთ. ქალბატონი ემელის შვილია. ჩვენთან ცხოვრობენ დროებით. გასაგებია. კარგი, ჩემს ოთახში ვიქნები. ახლა მე მოგიტან საუზმეს. ანუ ასლისთან ერთად ვცხოვრობ ერთ სახლში. დილომშვიდობისა საყვარელო. დილომშვიდობისა. სათხარ საყვარელო, რა საკეთებ? მე და ჩებლა აეროპორტში მივდივართ. მინდოდა დაგხვედროდი, მაგრამ რადგან ჩებლასთან ერთად ხარ, ალბათ უარს მეტყვი. მანქანა ხომ არ გამოგიგზავნო? არა, არ გინდა. დაგირეკავ რომ ჩავალ. კარგი, ჩემო სიცოცხლე. კეთილი მგზავრობა. მადლობა საყვარელო. გკოცნი. დილომშვიდობისა ბავშვებო. დილომშვიდობისა მამიკო. დღეს შესანიშნავად გამოიყურები. ყოველთვის სიმპათიური ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. ჩემო ლამაზო. რა ხდება? დღეს ადრე ადექი? მე და ჯანსუ საყიდლებზე მივდივართ მამიკო. დაბადების დღისთვის ახალი ტანსაცმელები გჭირდება. კარგი, ჩემგან რამე ხომ არ არა გჭირდებათ? მამიკო, იცი რა ვიფიქრე? დაბადების დღეზე ბარიშს, ძმა ბარიშსაც ხომ არ ვუთხრათ რომ მოვიდეს. ჩვენთან ერთად. კარგი. გინდა დაველაპარაკო ბარიშს. არა, მე და ჯანსუ მივალთ და დაველაპარაკებით. კარგი. ბურაკი არ აპირებს ადგომას. დაიძინოს ბავშვმა, დაისვენოს საყვარელო. უკვე ამხელა კაცია. შენ კი მაინც ბავშვს ეძახი საყვარელო. შენ ათამამებ რამე სამსახური მაინც დაიწყოს ან ჰობი გაიჩინოს, რომ რამით დაკავდეს. რაღაცით ხომ უნდა დაკავდეს. კარგი, არა უშავს, რამდენიმე დღე დაისვენოს, შემდეგ კი რაღაც გეგმები მაქვს. რა გეგმები? რა თქმა უნდა, ახლა მოგიყვები. შემდეგ კი ეცდები გადამაფიქრებინო. არაფერსაც არ გეტყვი. მაინც ვერ დაგარწმუნე რომ ამერიკაში გაგეშვა. მერე? რა წააგე? სასტუმროს გახსნისთვის ცოტა რამ მაინც გააკეთა. თუმცა ღმერთმა იცის საერთოდ მუშაობდა თუ არა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ვალკანმა გააკეთა. მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე? რაც გინდა, განსაკუთრებული არაფერი მინდა. ედა, ავად ხომ არ ხარ? არაფერი გინდა? ძმაო, სიმართლე გითხრათ, მეს მიგვერს ცოტა კიდე დავფიქრდები. ხო, იფიქრე და მითხარი, რა გინდა? კარგი მამიკო. მაგრამ თუ რაღაც მაინც გინდათ რომ აჩუქოთ, ორს არ ვიტყვი. აუცილებლად მივიღებ. ახლა უკვე ჩემი დალაპარაკობს. ჩემგან რა გინდა? არაფერი ოღონდ ასლის შეურიგდი და სხვა არაფერი მინდა. ასლი? ვინ არის ასლი? არავინ მამიკო, არავინ. ბურაკს ასე ნუ ელაპარაკები. წყინს. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ შვილებს უცხოებივით არ უნდა მოვექცეთ. ეს მათ თვით შეფასებაზე მოქმედებს ნიჰად. ნუ მაცინებს ელდა. რა აღარ მithქვამს. მაგრამ დეპრესიაში არასდროს ჩავარდნილა. დაფიქრდი, მართლა არაფერი აინტერესებს. რაც არ უნდა ვუთხრა, მისთვის სულ ერთია. ვალკანი კი ძალიან შრომის მოყვარეა, ხომ ასეა? იდეალური რომ იყო მოსაწყენია ნიჰად. არასდროს მომწონდა ასეთი ხალხი. არაფერი რომ არ ეშლებათ და ყველაფერს სწორად რომ აკეთებენ. კარგი, გემრიელად მიირთვით, მე წავედი. დამელოდე მეც მოვდივარ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ასლი ის გოგოა რომ მეუბნებოდი? აუ. ასლის უნდა დავურეკო. წინა ჯერზე ძალიან შევრცხვი. ახლა რა უნდა ვუთხრა? SMS მივწერე. ასე ჯობს. ალბათ ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. ძმაო, შენს გამო ვარ ასეთ მდგომარეობაში. არ ვიცი რა მივწერო. რა მივწერო? მაპატიე რომ ასე მოხდა. ბოდიშ, არა, ასე არა. რამე ემოციური ტექსტი უნდა მოვიფიქრო, მაგრამ
ასეთი რაღაცეები არ გამომდის. მადლობა დედიკო, უნდა წავიდე. შეგერგოს შვილო. სასიამოვნო დღეს გისურვებ. მადლობა. ქალბატონო ემილ, საუზმე მზადაა? კი, წაიღე ძვირფასო. გისმენთ ქალბატონო სელდა. დიახ, ახლავე გამოგზავნი. ჩანთა დამავიწყდა. ასლი მოდი აქ. ელიფ, ეს ქალბატონო სელდას გაუტანი. ასლი კი ბატონს საუზმეს საუტანს. კარგი? კარგი. გამომართვი საყვარელო. ასე თუ გაგრძელდება, ნამდვილად გავაგიჟებ, თუმცა უკვე ისედაც შეშლილია. საუზმე მოვიტანე თქვენთვის. შემოდი. მაგიდაზე დატოვე. დიახ, ახლავე. გამიმართლა. იმედია ვერაფერს მიხვდა. დიდრები რა, უცნაურები არიან. პლედის ქვეშ არ გაიგუდება? რანაირი ხალხია? ბურაკმა არ გაიღვიძა? გაიღვიძა ქალბატონო სელდა. სასაუზმოდ რატომ არ გამოდის? თხოვა საუზმე ოთახში მიმეტანა. ავად ხომ არ არის? წავალ ვნახავ. არ გინდა საყვარელო. ავად არ არის. იცის რომ სამსახურში მივდივარ და იმალება, რომ თან არ წავიყვანო. ნიჰად კარგი რა. ეს კონტეინერი ნიჰადის მძღოლს მიეცით თუ შეიძლება. სამსახურში უნდა გავატანო დიეტური საკვებია. ახლავე ქალბატონო სელდა. ისევ დიეტური საკვები? სელდა, არ დაიღალე? ქოლესტერინის დონე მაღალია. ეს არ დაგავიწყდეს. ექიმა თქვა რომ არც ისეთი რთული სიტუაციაა. ექიმა თქვა რომ თუ კვებით ხელს შეუწყობ, სიტუაცია არ გართულდებაო. დიდი ხნის წინ გავიგე რომ შენთან კამაც აზრი არ აქვს. ახლა კიდევ ერთხელ გავიაზრე ეს. ო და ძალიან კარგი. უპასუხე საყვარელო. გუშინაც ხომ გირეკავდა ეს ნომერი? არა უშავ, სამსახურიდან დავურეკავ. ბაშაკი ქალია თუ? კაცი. ვინმე ქალი გინახავს, ვისაც ბაშაკი ჰქვია. კაცია რა თქმა უნდა. კარგი, ანუ არაფერს მიმალავ. სელდა, რა უნდა დაგიმალო? კარგი. რამდენი რამ მომხდარა გუშინ. მიხარია რომ შერიგდით, მაგრამ ცუდია რომ შენ მაძმამ დაგინახათ. ო, ძალიან. მითხარი რა მოხდა? დიდი ისტორია. ჯობსის მითხრა ედასთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა. ისევ შარში გავეხვიე. რა მოხდა? ჩემი ისტორია კიდევ უფრო გრძელია. ანუ სასწრაფოდ უნდა გნახო. როდის გამოხვალ? უკვე გამოვედი. სად გნახო? კარგი. მოვდივარ. ჯანდაბა, ჩემს ოთახში ისევ არ გამოკეტილი, როგორც ციხეში. ნეტავ ისევ სახლშია. გონი არავინაა. ბატონო ბურაკ, მაბადიეთ რომ შეგაშინეთ, მე მეძებდით? არა, უბრალოდ საჭმელად გამოვედი.
საუზმე თქვენს ოთახში გამოგიგზავნეთ. ხო, შევჭამე. დიდი მადლობა, მაგრამ კიდევ მშია. რა მოგიმზადოთ? ყველის ომლეტზე უარს არ ვიტყოდი. ჩემს ქალიშვილს მოვუმზადე დილით. ძალიან უყვარს. მართლა? ქალიშვილი გყავთ? დიახ, ასლი არ გაგიცნიათ? არა. აქ არის? არა, ახლა ხას გავიდა. როდის დაბრუნდება? მინდა რომ გავიცნო. როდის მოვა? კარგი, მე ბაღში წავალ, ომლეტი იქ მომიტანეთ. კარგით, ახლავე ბატონო ბურაკ. გამარჯობა დედა. გამარჯობა შვილო. რატომ არის საუზმე ჩვენთან ერთად? ხომ იცი ეს მამა შენისთვის მნიშვნელოვანია. დილიდან გაბრაზდა შენს გამო. დედა კარგი რა, ისედაც მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. კიდევ უნდა რამე? არაფერი. უბრალოდ რაღაც მაინც გააკეთე. სამსახურში გაყევი. ეს შენთვისვია კარგი. მომავალში საქმე შენ უნდა მართო და ძალიან გაგიჭირდება ასე შვილო. საქმეს უნდა მიეჩვიო. ბალკანს შეხედე, სულ მამამისთან ერთადაა და ეხმარება. მამა შენი კი დაიღალა შენი ხვეწნით. მასაც უნდა გაუგო შვილო. კარგი დედა, კარგი, ნუ დაიწყე. დღეს მივალ კომპანიაში. არ გისაუზმია შვილო? კიდევ მშია. ეს რა არის? თქვენთვისაა ქალბატონმა ემელმა გამომატარა. ემელი საოცარი ქალია. ყველაფერი იცის და ჩემი ყველაზე კარგად ესმის. დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან. კარგი. რა კარგი ქალია. საყვარელო, მამა შენთან მინდა წავიდე. არ გამომყვები? დამხვალ? აუცილებელია რომ მეც წამოვიდე, ხო? ერთ ნაჭერს ავიღებ საყვარელო, კარგი? კარგი. 5-10 კალორია. უკვე რამდენიმე საათია ერთ SMS ვწერ. გონი ამჯერად გამომივიდა. გუშინდელისთვის მინდა ბოდიში მოგეხადო. რაც გავაკეთე შეიძლება ბავშვურს აქციელად მოგეჩვენოს, მაგრამ ასე იმიტომ მოვიქეცი რომ შენი და ჩემი ძმის შერიგება მართლა ძალიან მინდა. ვიცი რომ ყველაფერი გავაფუჭე. გთხოვ არ გაბრაზდე და მითხარი რომ ისევ მეგობრები ვართ. შენი მჯერა, რა თქმა უნდა მეგობრები ვართ. მადლობა ღმერთს. ვიცოდი რომ ტყუილად არ შემყარებია ეს გოგო. ყველაფერი ესმის, ჩემი საყვარელი მეგობარი. ანუ შემიძლია დაგირეკო და შეხვედრა გთხოვო? რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევხვდეთ. ოღონდ მსგავსი აღარაფერი გააკეთო. მართალია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გეგმას არ მოვიფიქრებ. აღარ განმეორდება, გვპირდები. იმედი მაქვს. დიდხანს გალოდინე? არა, მეც ახლა მოვედი. სწრაფად მომიყევი. ჯერ შენ. არა, ჯერ შენ. ხო მითხარი რომ შენი უფრო საინტერესოა. კარგი. მამა, გისმენ შვილო, რაღაც მინდა გითხრა, თავისუფალი ხარ? რა თქმა უნდა შვილო, რა ხდება? ჩემს ორ მეგობარს სამსახური სჭირდება და მინდა დავეხმარო. გამახსენდა გუშინ ხომ მითხარი, მაგრამ საუბარი ვერ განვაგრძეთ. როგორ სამსახურს ეძებენ? როგორი სტაჟი აქვთ? მოკლედ, ძალიან ჭკვიანი და მშრომელი გოგოები არიან. ანუ გოგოები. მამა, ყველაფერი სხვანაირადაა მართლა. უბრალოდ სამსახური სჭირდება და რაღაც მიზეზის გამო ვალდებული ვარ დავეხმარო. გასაგებია, სად მუშაობდნენ? მაინტერესებს რა შეიძლება შევთავაზო. მომსახურე პერსონალში.
ვიფიქრეთ ჩვენს რომელიმე სასტუმროში შეგვიძლია დავაწყებინოთ მუშაობა. გონის ჯობს ჩვენი ერთ-ერთი სპორტული კლუბის კაფეში დაიწყონ მუშაობა. რას ფიქრობ? კარგი იქნებოდა. კარგი, ადმინისტრატორს დაურეკე და ყველაფერი გაარკვიე. კარგი მამა, მადლობა. დროებით. ვალკან. მეც მინდა დაგელაპარაკო. რაზე? ერთად ვისადილოთ და დაგელაპარაკები, კარგი? დიდი ხანია ერთად არ გვისადილია. კარგი. მოდი ასე მოვიქცეთ. სპორტულ კლუბში წავიდეთ, თან ვისადილებთ და შენს პრობლემებსაც მოვაგვარებთ. კარგი იდეა. წამოდი. მართალი იყავი, შენი ამბავი უფრო საინტერესოა ვიდრე ჩემი. ასეთი რამ არასდროს დამმარცხნია, ვერც წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, ასეთი რამ მხოლოდ გამონაკლისებს შეიძლება გადახდეთ თავს. მართალი ხარ. ჩემნაირი პრობლემები არავის აქვს. კარგი თავგადასავალი იყო არა? კარგი? ვინაა კარგი? ბურაკი? ჰა. საყვარელია. კარგი რა. როგორი მაღალი და სიმპათიურია. ახლემიც მაღალია განჯა. ყველაფერი სიმაღლეზე არაა დამოკიდებული. ნუ აზვიადებ. ცუდი რა გაგიკეთა? კარგი. რამდენჯერმე სამსახურიდან გაგაგდეს. კინაღამ დაიხრჩვი. გემზე მძევლად აგიყვანეს. არ დაგავიწყდეს მანქანის ინციდენტი. და ფუტკრები. ბოლოს კი მისი ძაღლი დამესხა თავს. რამდენი რამ დამემართა მის გამო. მართალი ხარ. ბევრი რამ. მაგრამ აღიარე რომ შენი ცხოვრება უფრო საინტერესო და ამაღელვებელი გახდა. განჯა, ისედაც რთული ცხოვრება მაქვს. აღარ მჭირდება მეტი თავგადასავლები. მართლა. ბურაკის მოწონებით რისმინეს შნებას ვცდილობ. ნუ სულელობ, უბრალოდ ამ ბოლო დროს ბურაკთან ერთად დიდ დროს ატარებ. ვიფიქრე რამე გრძნობა ხომ არ გაგიჩნდათ მეთქი. მე? კარგი რა, მაინტერესებდა. გინდოდა გაგეგო ხომ არ მომწონს? ჰა. ცდები საყვარელო. თანაც ყველაზე საინტერესო გუშინ შენ, უბრალოდ ერდენს შეემთხვა, ალბათ ძალიან შეეშინდა შენი ძმა რომ დაინახა. ჰა. არ გამიკვირდება რომ აღაროსოდეს დამირეკოს. ვინ? ერდანი არ დაგირეკავს? მას ხომ ყველაზე მეტად უყვარხარ. რას ნიშნავს არ დაგირეკავს? ასე ფიქრობ? დარწმუნებული ვარ. ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. კარგია რომ შენი მისამართი მივეცი. შეყვარებულები შევარიგე. ჯერ გავბრაზდი. მერე კი ვიფიქრე რომ კარგად მოიქეცი. ახლა მესმის ერთასი. მასზე გავბრაზდი, მაგრამ ცუდი განზრახვა არ ქონია. ჰა, უბრალოდ თქვენი შერიგება უნდოდა და ძალიან იწვალა ამის გამო. მახლა შემეცოდა. SMS-ი მომწერა. ჩემთან მეგობრობა უნდა. აუცილებლად უნდა ემეგობრო. ვალკანის და. ასე მასთან უფრო ახლოს იქნები. აი ნახა. ედას წყალობით შენსა და ვალკანს შორის რამე მოხდება. გიждები შენი ფანტაზიის უნარით განჯა. ოცნებას არასდროს წვეთ. მე კი შენ მაოცებ. ოცნებები ნამდვილად სრულდება. უბრალოდ გულით უნდა ისურვო. არაფრის იმედი არ გქონდა, ამიტომ მოვიდა ვალკანის ნაცვლად ბურაკი. აი, ამიტომ მოხდა ასე. მართლა? ჰა. შენს წარმატებას შენვე აქცევ ზურგს. რამდენჯერ გითხარი, იფიქრე სანამ იმოქმედებ მეთქი. თუ გულით ისურვებ რამეს, აუცილებლად ახდება. კარგი. ამიერიდან შევიცვლები. იმას გავაკეთებ, რაც მომინდება. მართალი ხარ. მე შემომხედე. ბოდრუმიდან ბიჭი აქ ჩამოვიყვანე შესარიგებლად. გიჟი ხარ. მაგრამ სიმართლეს ამბობ. განჯა. ვალკანი რეკავს. მართლა? რას ამბობ? ახლა გული წამივა სიხარულისგან. რას ელოდები უპასუხე სწრაფად, მიდი. ალო. ასლი ვალკანი ვარ. გამარჯობა. შენთვის კარგი ამბავი მაქვს. მართლა? რა ხდება? სამსახური გიშოვნეთ. რას ამბობ? სამსახური გუშოვნე? ხო, სპორტული კლუბის კაფეში.
დღეს მოდით და ადმინისტრატორს გაგაცნობთ. სპორტულ კლუბში ბურაკიც დადის იქ? უარია თქვა, რომ მოგკლავ. არა, ბურაკი არ დადის ხოლმე, არი დარდო. კარგი. ახლა განჯასთან ერთად ვარ და ერთად მოვალთ. შესანიშნავია, მისამართს მოგწერ. კარგი, დროებით. დაუჯერებელია. ვერც მე ვიჯერებ, თითქოს სიზმარში ვარ. ხომ გეუბნებოდი? ხო გითხარი? შენი უკვე მეშინია. აი ნახავ, ყველაფერი გამოვა. არ მინდა ბევრი ვიოცნება, მას შემდეგ რაც ბოდრუმში მოხდა ოცნებების აღარ მჯერა. ასლი, ისევ იგივეს ამბობ. სად წავიდა ასლი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ აქიჯდა? ვალკანმა სამსახური გიშოვნა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე ფიქრობ, რა თქმა უნდა. მისამართი მომწერა. სწრაფად წავიდეთ სპორტულ კლუბში. ხომ იქ მივდივართ? რა მაგარია. ძალიან აღელვებული ვარ. სპორტულ კლუბში მივდივართ. ვალკანიც მოვა. რა მაგარია. ნამდვილად რაღაცას გრძნობს. ასე არ ვფიქრობ. ვაფიქრდი. არაფერს რომ არ გრძნობდეს, უბრალოდ ადმინისტრატორთან გაარკვევდა საქმეს და არ მოვიდოდა. მართლა ასე ფიქრობ? ხო. მოგესალმებით, ბატონებო. გამარჯობა, ბატონი ჯანი აქ არის? დიახ, მადლობა. ბატონო ჯან, თქვენს სანახავად მოვდიოდი. გამარჯობა, გისმენთ? ვალკანს ორი მეგობარი ხავს, რომლებსაც სამსახური სჭირდებათ, ვიფიქრე, ჩვენი სპორტული კლუბის კაფეში დაიწყებდნენ მუშაობას. გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, ბატონო სინან. თუ რა თქმა უნდა, თანამშრომლები გჭირდებათ. კარგი კადრები ყოველთვის საჭიროა. მართალი ხარ. დღეს გასაუბრებაზე მოვლენ. დიახ, რა თქმა უნდა. თუ ყველაფერი მოგვარდა, ჩვენ შეგვიძლია საჭმელად წავიდეთ. კიდევ გჭირდებათ რამე? არა, მადლობა. კარგი, გემრიელად მიირთვით. რა სინებებთ? მე მარგარიტა მინდა, კოლასთან ერთად, შენ მამა? მე რამე მსუბუქი. მაგალითად ყველის სალათი. ახლა მოგიტანთ. მამა, რა ხდება? რაზე გინდა საუბარი? ჩემს პირად ცხოვრებაზე. შვილო. ვიღაც გამოჩნდა. უკვე იცოდი? ხვდებოდი. ვინ არის? ჩებლას დედა, ელჩიმი. ეს ნამდვილად გამიკვირდა. ურთიერთობა ახლახანს დავიწყეთ. ძალიან მიყვარს, მაგრამ ხომ იცი, რომ ჩემთვის თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. მამა, ჩვენი ნებართვა არ გჭირდება. ეს შენი პირადი ცხოვრებაა. დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. გულზე მომეშვა. იმედია ედაც ამას იტყვის. ამაში დარწმუნებული არ ვიქნებოდი. ხომ იცი, როგორ ეჭვიანობს შენზე? ხო, ვიცი. სწორედ ამის მეშინია. ამიტომ არავინ მყოლია აქამდე, მაგრამ ედა ბავშვი აღარ არის. უკვე გაიზარდა. მართალი ხარ. უნდა მიიღოს ეს ამბავი. ჩემი მხრიდან რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა, შვილო. საყვარელო. ბურაკი არ უნდა ნახო? არა დედა. კომპანიაში აპირებს მისვლას, საღამოს ნახავ. ამ დროის განმავლობაში სალონში წავალ. ან მაღაზიებში გავივლი. დუქჩასთან ერთად არ მინდა ხელი შეგიშალო. მივხედავ ჩემ თავს. ჩებლა, ამას რატომ მეუბნები? ხუმრობ დედა. ჩებლა გთხოვ, ასე აღარ იხუმრო. თავს ცუდად გრძნობ. შენთვის დრო ყოველთვის მოქვს. მე ყველაზე კარგად ვიცი, როგორი ურთიერთობა გქონდათ შენ და მამას. შენც გაქვს უფლება ბედნიერი იყო. იმედი მაქვს, სინანი ამას შეძლებს.
მე და სინანი ერთად საძილობას ვაპირებთ. არ წამოხვალ? არა. სხვა დროს წამოვალ. მაინც აქ ვაპირებთ გადმოსვლას. კარგი. როგორც გინდა. სინანი შოკში ჩავარდება შენს რეაქციას რომ გაიგებს. ელჩი მიმირეკავს. ჩამოხვედით საყვარელო. კი ძირფასო, ტაქსიში ვარ. რა გეგმები გაქვთ? ჩებლა მეგობარს ხვდება. შემიძლია გნახო. ვალკანთან ერთად სპორტულ კლუბში ვარ. მართლა? როდის გათავისუფლდები? როდის შეძლებ დაგირეკო? როდის გავთავისუფლდები? უკვე თავისუფალი ვარ. როდის გამოგიარო, სად შეგხვდე? სადაც გინდა საყვარელო. კარგი საყვარელო, დაგირეკავ. კოცნი. დიდი ხანია ამას ვგეგმავთ. არა უშავს, ჩვენ უკვე დავამთავრეთ. ჩემი მეგობრებიც მალე მოვლენ. რა გაცინებს? ახლა ვხვდები, რატომ გინდოდა სუბუქად სადილი. სხვა ადამიანთან აპირებდი სადილობას. არა, ეს ასე არ არის. მამა, ვხუმრობ. ფიქრობ, რომ ახალი ურთიერთობისთვის ზედმეტად დიდი ვარ? მამა, ვიხუმრე. კარგი, კარგი. რამდენიძრები არიან? ჯერ სასტუმრო, მერე ეს კლუბი. წარმოგიდგენია, რამდენი ფული აქვთ? ჰა. განჯა. გეყოფა ვალკანზე, ნუ მაფიქრებ, ხომ ხედავ ჩვენ შორის რამხელა განსხვავებაა. მერე რა მოხდა? სასწაულებით ხომ ხდება ხოლმე? ცუდი არ იქნებოდა? აქ შევხვედროდი ჩემს სიყვარულს. ერდანი ჯერ არ მუშაობს. მალე იშოვნის სამსახურს. ძალიან კარგი ბიჭია. მართლა ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა. კარგი, ვალკანს ვეთყვი რომ მოვედით. დაურეკე. ალო? ვალკან, გამარჯობა. ასლი ჯიმ, უკვე მოხვედი? კი, აქ ვარ. უთხარი, რომ კაფეში გელოდები. კარგი. ასლი ჯიმი დამიძახა. ახლა მოვკვდები. იმედია, მალე ჩემო საყვარელოთიც მოგმართავს. შემდეგ კი ღმერთის წყალობით მისი ცოლი გახდები. გაცრავად. ბატონ ვალკანთან მოვედით. კაფეში გველოდება. გამომყევით. შენი მეგობრები არიან? ო, საყვარლები არიან. განსაკუთრებით შავგრემანი. ო, საყვარელია. მოდით. გამარჯობა. მამა, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ასლი და განჯა. ეს მამა ჩემია, სინანი. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენთვისაც. კარგი, მე წავალ. დროებით. რამეს ხომ არ დალებთ? მადლობა. არ მინდა დრო წაკართვა. კარგი, მაშინ ჯერ საქმეს მივხედოთ და მერე დავლიოთ. ასლი, გისმენთ? ედას მაგივრად ბოდიშს მეგიხდი. არა უშავს. გიждდება სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაზე. დარწმუნებული იყავი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ედას ცუდი განზრახვა არ ქონია. დაველაპარაკე და მოვაგვარეთ პრობლემა. მართლა? ძალიან კარგი. ხო, მართლა, ადმინისტრატორს უკვე ველაპარაკე. ახლა ყველაფერს აგიხსნით და ხვალიდან შეძლებთ მუშაობას. ასე მალე, შვენიერია. დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის მოიცალე, ვიცი რომ დაკავებული ხარ. იმედი მაქვს თქვენი ახალი სამსახური მოგეწონებათ. ღმერთმა ინებოს ყველაფერი კარგად იყოს. აი, თურმე ვისკავს. მამამისი დაინახე, რა სიმპათიური იყო. განჯა. გამარჯობა, გამარჯობა. ესენი ის გოგოები არიან, რომ გეუბნებოდი, ასლი და განჯა. გამარჯობა. გოგოებო, კაფეში დაგელოდებით, კარგი? კარგი, დიდი მადლობა. დაბრძანდით. მუშაობის გამოცდილება გააქვთ? დიახ, შვენიერია.
მაშინ ეს ბლანკები შეავსეთ. გისმენ? როგორც იქნა? ვიცოდი რომ ამჯერად მიპასუხებდი. ახლა ოფისში ხარ? გამოვიცნობ. იმიტომ არ მპასუხობდი რომ შენს საყვარელ მეუღლესთან ერთად იყავი. ხომ ასეა? ბაშაკ, გეყოფა. ნუ მირეკავ, გასაგებია? გესმის? სანამ არ შემხვდები, რეკვას არ შევწყვეტ. კარგი. შეგხვდები. სად ხარ? ხომ გითხარი, კარგი მეთქი. ბატონო ნიჰატ, ყველაფერი კარგადაა? კი, მადლობა. საჭმელი მოგიტანეთ. მადლობა, მაგიდაზე დატოვეთ. დედა, ვალკანთან შევალ. კარგი, მე მამასთან შევალ. მოგესალმებით, ქალბატონო სელდა. გამარჯობა, ვალკანი თავისთანაა? არა, ბატონ სინანთან ერთად გავიდა. ხომ არ იცით, სად წავიდნენ? სპორტულ კლუბში. კარგი, მადლობა. საყვარელო, მე მამასთან შევალ, შენ ჭკვიანად იყავი, კარგი? მალე დავბრუნდები. კარგი, დედა. აუტანელია ცარიელი კომპანია. მეც სპორტულ კლუბში წავალ. კიდევ ხომ არ გნებავთ რამე? არა, მადლობა. ერთი წუთით. ეს დიეტური საჭმელი სამზარეულოში წაიღე. არ გაფუჭდეს. გუშინდელ საჭმელს გულისხმობთ? დიახ, ძალიან გემრიელი იყო. მართლა? გემრიელად მიირთვი. მე ასეთი საჭმელი არ მომწონს. თუ გნებავთ, ისევ მე შევჭამ. შეჯამე. ოღონდ სელდამ არაფერი გაიგოს. საყვარელო, რა არ უნდა გავიგო? გამარჯობა, საყვარელო. გამარჯობა, ქალბატონო. გამარჯობა. გუშინ ვერ ვჭამე, მუცელი მткиოდა და საჭმელი მინეს მივეცი. არ გაფუჭებულიყო, იმიტომ არ გითხარი, რომ არ გენერვიულა. ძალიან გემრიელი იყო. სად შეუკვეთეთ? საყვარელო, პირადი მზარეული გვიმზადებს. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მე მეგონა რომ რომელიმე ფირმაში უკვეთავდით. საოცრად გემრიელი იყო. ძალიან მომეწონა. საყვარელო, გინდა შენთვისაც გავამზადებინო ხოლმე? მართლა? ხომ არ შეგაწუხებთ? არა, რას ამბობ? თუმცა ნიხატი ხომ თავის საჭმელს შენ გინაწილებს ხოლმე? სელდა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. კარგი, მომეცი, შევჭამ. მადლობა. კარგი საყვარელო, ეს საჭმელი გაიტანე. პურიც და მარილიც. მხოლოდ წყალი დატოვე. თქვენის ნებართვით. მადლობა. მხოლოდ ზაფხულში აპირებთ მუშაობას. დიახ, შემდეგ სწავლას ვაპირებ. თუ რამე პრობლემა არ შეიქმნა. თქვენ? მე განუსაზღვრელი ვადით ვაპირებ მუშაობას. კარგი, ორივე კაფეში დაიწყებთ მუშაობას. შემდეგ კი თქვენი სურვილების გათვალისწინებით მოვიქცევით. კარგი. ლევენტ, შემოდი. ჩვენს ახალ თანამშრომლებს გაგაცნობ. ეს ასლია, ეს კი განჯა. ეს კი ჩვენი კაფის მენეჯერი. სასიამოვნოა. ჩვენ მეგობრებს სამუშაო ადგილი გააცანი. კარგი, მობრძანდით. მადლობა. რა კარგი რაღაცები ვიყიდეთ, არა? ძალიან მაგარი კაბაა. ფეხსაცმელი ხომ საერთოდ. ბადრუმში არაფერი გამოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამჯერად ყველაფერი გამოვა. სულ ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი. მარტო დარჩენა ვერ მოვახერხეთ. ბიკინი ძალიან გიხდება. რომელი ბიკინი? ედა, რას აკეთებ? მოდი აქ. არა. არა. მოდი ჩემთან.
არა. კარგი მაპატიე. გეყოფა. მაპატიე, მორჩა. ასე მარტივად არა. სული მომენტზე ვფიქრობ ზღვაში რომ შევედით. O anı hiç unutamıyorum. Ya bana გონია რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს. ediyor. Belki bu ბოდრუმშიც უნდოდა ალბათ ამის თქმა, მაგრამ შენი ძმის ერიდება. yani haklı. ეს ბუნებრივიცაა. Aslında hep benim ხო, ძალიან ზრუნავდა ჩემზე. ama ne bileyim böyle მაგრამ გონი ისე მიყურებს როგორც საკუთარ დას. hiç öyle düşün. მე ასე არ ვფიქრობ. Ya sana რა უნდა ეთქვა? ki kaç yıllık dostum შენს გამო საუკეთესო მეგობარს უნდა ეჭხუბოს? ან შეიძლება ფიქრობს რომ თუ გეტყვის, შენგან უარს მიიღებს. ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა. tam bana inan ხედავ როგორც გიყურებს ხოლმე. გააფრთხილებ რომ ბევრი გოგო დატრიალებს გარს. ვინმე არ შეუყვარდეს თორემ გული გეტკინება. var, çok ağlarsın. Ya, ამას თუ მეუბნები. ya o bana ნეტავის გოგოები გენახა ბოდრუმში. მე რომ არა ზეთში ახტებოდნენ. ya ben ვერ გადავიტან თუ შეყვარებულს გაიჩენს. bence geç. გონი უნდა იძულო საკუთარ გრძნობებში გამოგიტყდეს. არაფერს წააგებ და ბევრს მოიგებ. Şu an çok pis. კარგი, რომ მივალთ ყველაფერს ვეტყვი. Tutma beni. ჩემი შეჩერება არ გაბედო. მადლობა. საყვარელო, კეთილი იყო შენი დაბრუნება. შესანიშნავად გამოიყურები. მოგწონს ახალი სტილი. მიხარია, გმადლობ. არ მომწონს ტაქსებით რომ დადიხარ. შემდეგ ჯერზე Çağla var diye ısrar etmedim ან ama მე მოვალ, bir dahaki seferi ან ძღოლს გამოუშვებ. şoförü gönderir. არ ინერვიულო. ამიერიდან დამალვა აღარ მოგვიწევს. ძალიან კარგი ამბავი მაქვს შენთვის. რა ხდება? ჩებლას ჩვენს შესახებ უთხარი. მართლა? კი, ყველაფერი იცის. რა რეაქცია ჰქონდა? თავიდან გაუკვირდა. მაგრამ მე ძალიან გაუხარდა ჩვენი ამბავი. ძალიან მიხარია. ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობ შენი ქალიშვილი. ხომ იცით, შებლა ძალიან მიყვარს. ვიცი ჩემო საყვარელო. მადლობა მინდა გითხრა შენი მოთმინებისთვის. დიდი მადლობა რომ ამდენი ხანი თავი შეიკავე და არაფერი თქვი. მე ვალკანს მოუყევი ყველაფერი. რა? სერიოზულად? თავი ვეღარ შევიკავე. ანუ ერთდროულად გადავწყვეტეთ ბავშვებისთვის სიმართლის თქმა. კარგი და ვალკანს რა რეაქცია ჰქონდა? შესანიშნავი. ახლა ედას უნდა დაველაპარაკო. საყვარელო. თუ გინდა, არ იჩქარო. ეწყინება თუ ასეთ ამბავს დავუმალავ. არ მინდა ჩემს ქალიშვილს ვატყუებდე. შენ უკეთიცი, მართალი ხარ. Sipariş vermek ister რამეს ხომ არ შეუკვეთავთ? რა თქმა უნდა. მადლობა. Ay Nermin'le ნერმინი და ომერი შორდებიან ნიჰად, წარმოგიდგენია? ihaneti მიზეზი ღალატია. avro. Ay artık წარმოგიდგენია ომერმა თავის ცოლს უღალატა. atırsa. Ay ne kötü bir რა დროში ვცხოვრობთ საყვარელო? ya. Aldattığı შეხედე ვისთან უღალატა. şimdi kızından genç. შვილის ტოლი გოგონა. არასწორი გზა ირჩია. Sen şeytan შენ ხომ არასდროს მიღალატებ? hayatım. სელდა, ასეთ რაღაცებზე რატომ ფიქრობ? ხომ იცი როგორ მიყვარხარ? Ay ne bileyim hayatım. რა ვიცი საყვარელო, მეწყინა ეს ახალი ამბავი. Birini mi bekliyorsun? საყვარელო, ვინმეს ელოდები? არა. გასასვლელი ვარ. მინდა ვნახო სასტუმროში როგორ მიდის საქმე. O zaman კარგი, მაშინ არ მოგაცდენ. Aa dur Burak. ბურაკს ვეტყვი შენთან ერთად წამოვიდეს. Gelsin o da. ბურაკს? ხო, Hem yardım etsin biraz. იქნებ საქმეშიც გაერგვეს. ბურაკი აქ არის? ხო, ერთად მოვედით. ნეტასაც წავიდა. Nereye kayboldu bu çocuk ya? არა, საჭირო. არ მინდა რომ გამომყვეს. Tane. საყვარელო, წამოვიდეს. იქნებ რამე ისწავლოს. სპორტულ კლუბში დედა.
ვალკანს და ბიძიას მოვაკითხე. Ne işin var? კლუბში რა გინდა შვილო? Anladım. Oradaki კარგი საქმეებს უნდა მიხედო, ხო? anladım ben. კარგი ჩემო ერთადერთო, გკოცნი. Kulüpteki ვალკანს ეხმარება საქმეებში. შესანიშნავია. თუ კლუბი უფრო მეტად აინტერესებს ვიდრე სასტუმროების ქსელი, შეუძლია იქ დაიწყოს მუშაობა. იქ იმუშაოს? ო. მართლა მეჩქარება, საღამოს დავილაპარაკოთ, კარგი? კარგი საყვარელო. დროებით. Ay Burak ბურაკ, ჩემი მოკლა გინდა? Of bütün bu შენი სასჯელი საკმარისი არ იყო? az. გამარჯობა ბატონო ბურაკ. ბატონი ვალკანი სად არის? კაფეში. ვალკან, გთხოვ შემხვდი, უნდა ვილაპარაკოთ. თუდად ვარ. ბიძაშვილო, როგორ ხარ? ბურაკ. რა მოხდა აქ რასაკეთებ? რა ხდება მოსვლა არ შეიძლება? გამიკვირდა რომ მოხვედი. დედას კომპანიაში გავყევი. როდესაც გავიგე რომ აქ იყავი, მოვედი. დაძაბული მეჩვენები? არა, ყველაფერი კარგადაა. გასაგებია, ისევ გირეკავს? ხო, და ყოველ ჯერზე ვეუბნები რომ აღარ დამირეკოს, მაგრამ სანამ არ შეხვდები თავს არ დაგანებებს. შენს ადგილზე შევხვდებოდი რამდენჯერმე და მერე გადავაგდებდი. შოკში ჩავარდება. კიდევ რა გინდა? მაგრამ შენ ასე არ მოექცევი. შენ ხომ იდეალური ხარ. საკმარისია, ცოტა გაერთე. გოგოებს ზედმეტი არასდროს უნდა გაუკეთო. დაიმახსოვრე. ვერ შევიცვლები. მთელი ცხოვრება ასეთი ვარ. არ შემიძლია ცუდად მოვექცე. როგორც გინდა. უპასუხე, თორემ საღამომდე არ გაჩერდება. ხომ იცნობ, თუ რაღაც უნდა აუცილებლად აღწევს მიზანს. გისმენ? ოფისში ხარ? არა, სპორტულ დარბაზში. რა გინდა? მოვალ შენთან. არა, დაკავებული ვარ. გთხოვ ვალკან, აქვე ვარ. აუცილებლად უნდა გნახო და დაგელაპარაკო. ასე აღარ შემიძლია. ერთხელ შემხვდი და აღარ შეგაწუხებ. უთხარი მოვიდეს. კარგი, მაგრამ 5 წუთით. მოდის. ხომ გითხარი თავს არ დაგანებებს თქო? წარმატებები. ჩემი რჩევები არ დაივიწყო. Telefonda beni reddet. ტელეფონით მარტივად მიშორებ თავიდან. ვნახოთ რა სიზემ, როდესაც ვნახავ. დარწმუნებული ვარ, ისევ გიყვარვარ. ეს ჩვენი აუზია. როგორია, მოგწონთ? ძალიან მომწონს, ულამაზესია. მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვისაა. სხვებს არ ვუშვებთ ხოლმე. მაზაროგლუების სახელის პრესტიჟის შენარჩუნებაზე უნდა ვიფიქროთ და თავაზიანად მოემსახუროთ კლიენტებს. ხომ ყველაფერი გასაგებია? დიახ, რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ ამაზე. მაშინ ხვალ 8 საათზე გელოდებით. დიდი მადლობა. გმადლობთ. მადლობა თქვენ. Volkan beni. ვალკანთან მოვედი. კაფეშია, თუ გნებავთ, მიგაცილებთ. არა, მადლობა. გამარჯობა ვალკან. გამარჯობა. ასეთი მნიშვნელოვანი რა საქმე გქონდა?
აქ ვილაპარაკოთ. Baş başa kalabileceğimiz სადმე მშვიდ ადგილას ხომ არ წავიდეთ. დენის, რა გინდა? გისმენ? Bari daha sık სხვაგან მაინც გავიდეთ, სადაც სიმშვიდე აქვთ, ხო? lütfen. İnanmıyorum ya. ვერ ვიჯერებ, სამსახური ვიშოვნეთ. Ayıp oldu. ხელფასზე ვერც კი ვკითხე შემრცხვა. Ben de soramadım. ცოტას ხომ არ გადაგვიხდიან? Yüz vermezler değil mi? Yok. არა მგონია. Bence ლამაზი ადგილი არა? tesis. Çok güzel ama. ძალიან მომწონს. Bayıldım ben. Evet çok. კი, ძალიან ლამაზია. Hadi seninkini görelim. ვალკანთან არ წავიდეთ? Benden haber- ერდანიც მელოდება. Volkan'ın yanına. ვალკანთან წავიდეთ? Herhalde. რა თქმა უნდა. გვითხრა რომ კაფეში დაგველოდებოდა გასაუბრების შემდეგ. De şimdi rahatsız etmeyelim. კი, გვითხრა, მაგრამ ხელს ხომ არ შევუშლით. კარგი რა. Sonuçta o kadar ya. ძალიან დაგვეხმარა. აუცილებლად უნდა ვნახოთ. Haklısın. მართალი ხარ. Volkan. ვალკან, Ben sensiz. შენი დავიწყება არ შემიძლია. Seni kaybettim. შენთან დაშორება დიდი შეცდომა იყო. Neden öyle არ davranıyorsun? ვიცი ასე რატო მოვიქეცი. Korktum ben. ალბათ შემეშინდა. Ama sensiz kaldığımda მხოლოდ შენი დაკარგვის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. seni üzdüğüm için çok გთხოვ, მაპატიე. Lütfen bana შანსი მომეცი, რომ ყველაფერი გამოვასწორო. eskisi gibi olalım. მინდა ისე ვიყოთ, როგორც ადრე. დენის, ისე ვეღარ ვიქნებით, როგორც ადრე. თუ დაამთავრე, არა, არ დამიმთავრებია. წამოდი. წამოდი სწრაფად. დენის, რას აკეთებ? ყველა გვიყურებს. Bir an kendimi თავი ვეღარ გავაკონტროლე. nasıl oldu ben? არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა. დენის, წადი, გთხოვ. Biz birbirimize hala ისევ გვიყვარს ერთმანეთი. kabul etmek istemesem შეიძლება მეწინააღმდეგები, მაგრამ ამას შენს ხვდები. bu kadar kolay. შენზე უარს არ ვიტყვი. Sana kendimi ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი სიყვარული დავიბრუნო. ასლი? Yok artık. არა. აქ რას აკეთებ? იტირე? რა მოხდა? Ya sana რაში გაინტერესებს? რატომ გაბრაზდა? ან აქ რას აკეთებს? ალბათ მithვალთვალებს. ბიძაშვილო, რა მოხდა? როგორც ჩანს, შეხვედრამ ცუდად ჩაიარა. მართალი იყავი.
ასე მარტივად არ იტყვის უარს ჩემზე. ვუთხარი რომ ერთად ვეღარ ვიქნებით და მაკოცა. აი ეს მესმის, მაგარი კაცი ხარ. საკმარისია. ყველას თვალწინ გაკოცა? ხო? კარგი, წავედით. რატომ? რამე ვჭამოთ? ამ საუბრის შემდეგ მომშივდა. საკმარისია, წავიდეთ და სხვაგან ჭამოთ. Plan nedir? რა გეგმა გაქვს? Önce bir doğum günü. დაბადების დღეზე დავპატიჟებ და როგორც შემიძლია საუბარს გავწელავ. Bölümü böyle uzatabilir. ჩემი სიყვარული, შემდეგ კი პირველივე შესაძლებლობაზე ჩემს გრძნობებში გამოვატყდები. Neyse sonra fırsatını აი ასე, პირდაპირ. hislerimi söyleyeceğim. ედა, დარწმუნებული ხარ? Fazla o ზედმეტი ხომ არ არის? Cansu. ჯანსუ, Ya yani იქნებ დაბადების დღის შემდეგ უთხრა. falan demek istedim. Ya ben zaten ისედაც დიდი ხანი ველოდებოდი. აღარ შემიძლია ლოდინი. hadi gidelim. წამოდი. კარგი, წამოდი. Destekliyorum. გაგამხნევებ. სად არის? Ya dışarıda საქმეზე გავიდა და მალე მოვა. kızım benden საიდან უნდა ვიცოდე? miyim ben? მისი შეყვარებული კი არ ვარ. მისი შეყვარებული რომ ვიყო, ყველგან გავყვებოდი და კამერებს დავუმონტაჟებდი. Her şeyden haberim olurdu. Vallahi ამის გამკეთებელი ნამდვილად ხარ. çıkmazsın. Yani şu საერთოდ არ გახვიდოდი კაფედან ისედაც სულ აქ ვართ. evet. Ama ne yap ხო, რა გავაკეთო? სულ მენატრება. სხვანაირად არ შემიძლია. canım ya. İnan ძალიან მინდა რომ ერთად იყოთ და ყველანაირად დაგეხმარები. bunun için elimden geleni yapacağım. Ya ვიცი. biliyorum. Zaten konuşmak ისედაც için დამეხმარე. sinirlendirdin beni. Canım benim. მიყვარ ხარ. Nihat, მიჰად, hoş geldin. გამარჯობა. Bir şey içer misin? რამეს დალევ? Kahve? ყავას? Sen kahveyi... ხომ გიყვარდა ტკბილი ყავა? ხედავ მახსოვს. რატომ არ მანებებ თავს? ჩემგან რა გინდა? 500,000? მილიონი? Bana karşı bu შენი სიტყვები მაგიჟებს. sanki gözlerimi... ამ ფაზად ბინასაც კი ვერ იყიდი. Bahsettiğin o paralarla ki... ამჯერად ფული არ მჭირდება. რამდენი გინდა? Bu sefer para ფული არ მჭირდება. აბა რა გინდა? kaybettik. ის რაც დავკარგე. Döndüm artık Türkiye'ye. დაბრუნდი სტამბულში. რას გულისხმობ? რისი დაბრუნება გინდა? Unuttuğum მგონი დაგავიწყდა. bir takım ან არ გინდა გაიხსენო. beni yine ისევ გგონია რომ სუსტი ვარ. ამას როგორ ვიფიქრებ? როდესაც საქმე ნამდვილ ეშმაკთან მაქვს. მითხარი რა გინდა და თავი დაგვანებე. შეგვეშვი. dedim ya ხომ გითხარი? kaybettik. იმის დაბრუნება რაც დავკარგე. დაიბრუნე. ჩემგან რა გინდა? Yardım et. დახმარება. რა სასაცილო ხარ? შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ. ვისი დახმარების სურვილიც მაქვს. ალბათ მეხუმრები. როგორც ხვდები, ვერ შევთანხმდებით. შენს იმედებთან მარტო დაგტოვებ. Sen bilirsin. როგორც გინდა ნიჰად. Ben yaptığım მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი შეცდომებისთვის. Peki შენ მზად ხარ? sen hazır mısın? რა გინდა? რით შემიძლია დაგეხმარო? სპრეი? არა მადლობა.
ალბათონო ჩებლა, მოგწონთ ვარცხნილობა. Çok güzel. დიახ, მადლობა. Ay, ya dikkat et. ფრთხილად მეტკინა. Çağla. ჩებლა. Kuşum hoş. გამარჯობა ძვირფასო. Çok güzel oldu. ძალიან ლამაზად გამოიყურები. ბურაკს უნდა შეხვდე? ხო. Aranız nasıl, iyi mi bari? როგორ მიდის თქვენი ურთიერთობა? შესანიშნავად. შენკენ რა არის ახალი? არაფერი, ყველაფერი ძველებურადაა. ბოდრუმში როგორი დრო გაატარე? Açılış da çok საოცარი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. bizde tabii. Ay ძალიან მაგარია. ვალკანის ამბავი მაინტერესებს. Açılışta yoktu. მისი შეყვარებული გახსნაზე არ ყოფილა, ხომ გითხარი? დაშორდნენ მეთქი. დენისმა დაურეკა და ალბათ ესაა მიზეზი. ლამაზი გოგოა? aslında ya. Güzel. ლამაზი? Yani დენისთან შედარებით მაინც. hani Orası da öyle. მაშინ კი. ya siz mesela çok güzel თქვენ ლამაზი წყვილი ხართ. o kız ის გოგო კი საერთოდ არ შეეფერება ვალკანს. olmamış yani. Aynen. მართალია. Aman. აშკარა იყო რომ ერთმანეთს დაშორდებოდნენ. Arkadaşlar ბატონებო, კორაი უბრალოდ ჩემი მეგობარია. ay arkadaş ხო, რა თქმა უნდა. karavanından çıktı. დავიჯერეთ. Böyle dudak dudağa. სულ ხელჩეკიდებულები დადიოდნენ და Nereden biliyorsun? Ay, o dizi ერთმანეთს კოცნიდნენ. sonra kaprisleri. ყველასთან დასწრებით. Hadi canım. საიდან იცი? Evet öyle işte. ვიზაჟისტად მუშაობდი, მაგრამ ვეღარ გავძელი და წამოვედი. Neyse. მე მორჩი, დავიდეთ. Çıkalım. Tamam. კარგი. Ya Deniz bu თუ შეყვარებული ყავს, ვალკანს რატომ ურეკავს? Ay görmedin mi çocuğu? Kameraları görünce dedi. ბიჭმა რა გააკეთა დაინახე, კამერები დაინახა თუ არა, დენისი მარტო დატოვა. Nelerdir? Ay duymadın mı? Makyöz ნეტავ ერთად არიან. kızım var ya. ვიზაჟისტმა რა თქვა, გაიგე? ალბათ ერთად იყვნენ, მაგრამ მიატოვა და ამიტომ დასდევს ვალკანს. მიხვდა რა დაკარგა. მგონი მართალი ხარ. აი ეს მესმის. გაგიჟდი? ეს შეუძლებელია. მგონი შესაძლებელია. რჩევას მოგცემ, იქ დაბრუნდი, საიდანაც მოხვედი. შემდეგ ჯერზე ასეთი თავაზიანი არ ვიქნები. Aslı ასლი, daha iyi misin? უკეთ ხარ? İyiyim. კი. Değilsin. არა, უკეთ როგორ იქნები, როდესაც მეც კი ცუდად გავხდი. Ben bile en az ასეთ საქციელს არ მოველოდი ვალკანისგან. görmeyi hiç beklemiyordum. Ya ben არც მე. öpüşmeleri ისევ მათ კოცნაზე ვფიქრობ. en kötüsü de ყველაზე ცუდი ისაა, რომ სამსახურში ყოველდღე მომიწევს მისი დანახვა. Of ya. ყველაფერი ჩემი ბრალია. Gonca. განჯა, ხომ გეუბნებოდი, რომ მე და ვალკანს მომავალი არ გვაქვს. Prens kriketine aşık olmak არც ერთ პრინცს არ უყვარდება კონკია. yalanların yalan olduğuna inanıyorum. დიდი ხანია ზღაპრების აღარ მჯერა. Ben sen de beni tekrar გთხოვ, მეორედ ოცნებების კოშკები აღარ ააგო. Sen haklısın. მართალი ხარ ასლი. Açsana telefonu. უპასუხე. Hayır aç. მარა ვერ დაგტოვებ. Onunla buluşmak falan istemiyorum. და მის სანახავად ვერ წავალ. ნუ სულელობ განჯა. კარგად ვარ. Hayır არა ცუდად ხარ. iyiyim dedim. კარგად ვარ მეთქი განჯა. Tamam çok üzüldüm. კი ვინერვიულე, როდესაც დავინახე სხვასთან ერთად, მაგრამ ჯობდა ახლა გამეგო ყველაფერი. Ama şimdi gerçekten თორემ მერე უკვე გვიანი იქნებოდა. sonuçta bunu başta görmem çok iyi oldu. Ona göre davranırım. მასე აჯობებს. Bir dakika biz თუ გინდა, bu işe gitmek zorunda არ წავიდეთ სამსახურში. deriz. Başta ვუთხრათ, რომ არ გვინდა მათთან მუშაობა. და მიზეზი? o kadar ilgilen. ჩვენს გამო შეწუხდა. სამსახური გვიშოვნა და ჩვენც დავთანხმდით. სირცხვილია თანაც სამსახური გვჭირდება. Orası doğru. ხო, Daha iyi. მგონი საუკეთესო ვარიანტია. Lütfen artık Volkan. გთხოვ ვალკანის თემა დავხუროთ. Volkan. მან უბრალოდ სამსახური მიშოვნა. სხვა არაფერი. Söz veriyorum. Bundan გპირდები ვალკანზე არასდროს აღარაფერს გეტყვი. sonra çalışmayacağım. Hadi aç artık. მიდი უპასუხე. Alo. ალო? განჯა, სად ხარ? რატომ არ პასუხობდი? ვინერვიულე? Görüşmesi გასაუბრებაზე ვიყავი. ამდენი ხანი? კარგი. როგორ ჩაიარა? iyi geçti. კარგად, ხვალ მუშაობას ვიწყებთ. ასე მალე? რა კარგია.
და ახლა რას აკეთებ? ხომ არ შევხვდეთ? კარგი. ახლა ასლისთან ერთად ვარ და ცოტა ხანში დაგირეკავ. გკოცნი. მეც. ასლი, წამოდი ჩვენთან ერთად. არა. მე კარგად ვარ. შენ წადი. მართლა კარგად ვარ. ვერ ხვდები რატომ არ ურიგდები დენის? არ მინდა იგივე გამოვიარო რაც ადრე. ხომ იცი გატეხილ გულსა ვერაფერი გაამრთელებს. არა, არ ვიცი. შენნაირი ემოციური არ ვარ. ყოველთვის ახალ თავგადასავლებზე და გართობაზე ვფიქრობ. მგონი ჯობს მომბაძო, ასე არავინ გაგიტეხს გულს. ალბათ მართალი ხარ. ზედმეტად სერიოზულად რომ არ მიმეხო, ალბათ დენისიც ვერ მათგენდა გულს. ჯერ ახალგაზრდები ვართ. მთელი ცხოვრება წინაა. რატომ უნდა ვიჩქაროთ? მარტო ხელად სიარული სახალისოა. ქალების ნამდვილად უნდა გეშინოდეს. გონი გაიგო რაც ვთქვი. გისმენს საყვარელო? ალო. რას აკეთებ საყვარელო? ვალკანთან ერთად სპორტულ კლუბში ვიყავი, ახლა ხანს წამოვედით. დღეს რა გეგმები გვაქვს? ერთად ხომ არ ვისადილოთ? კარგი, ბარიშის კაფეში შევხვდეთ. კარგი მოვალ. Barış mekana. კარგი, დროებით. დროებით. Nerede kaldı bu? სად არის? Geldi. მოვიდა. İyi görünüyor. ლამაზი ვარ? კი. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. როგორ ხართ? ყველაფერი კარგადაა? კი. როგორც ყოველთვის. უკაცრავად. Kim bu şimdi ya? ვინ დაურეკა? რა კარგად საუბრობდით? მალე მოვა დამშვიდდი. Ay kızım. შეყვარებული ხომ არ ყავს? Allah ენაზე იკმინე ჯანსუ. olsaydı. რეებს ამბობ. Ya evet. შეყვარებული რომ ყავდეს გავიგებდი. ხო, მართალი ხარ. სად ხარ? კარგი საყვარელო. ახლოს ხარ? შემდეგ შესახვევში შემოუხვიე. Sen ne zaman konuşacaksın? როდის უნდა დაელაპარაკო? ძალიან ნერვიულობ. მეც. მალე ყველაფერს გაიგებს. ახლავე ვეტყვი. Şey. Haftaya შემდეგ კვირას დაბადების დღე მაქვს. burada kutlayalım. შეიძლება აქ გადავიხადო. როგორც გინდა. Tamam süper. მაგარია. Ben çok kalabalık არ მინდა ბევრი ხალხი იყოს. Yani bir benim მხოლოდ მეგობრები მეყოლებიან. çok eğlenceli. იმედია კარგად გავერთობით. კარგი, როგორც გინდა. ვიფიქრე რომ Müzik. უკაცრავად. Cansu. ჯანსუ, ეს რა არის? Benim gördüğüm შენც იმას ხედავ, რასაც მე. Eda iyi misin? ალბათ Bir arkadaş. ახლო მეგობარია. ჯანსუ, გაჩუმდი. Ya açtın o şamazı. ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. მეგობარი არ იქნება. ეს მეგობრობაზე მეტია. Bir şey. Ya ben ne? რა ჩემი ბრალია? Yok ben de. ამას ვერ გადავიტან. Kalk. წავიდეთ. Ne ümitler. ყვილად მქონდა რამის იმედი. ასლი დავინახე კლუბში. რატომ მოვიდა? გასაუბრება ჰქონდა. რა? რას გულისხმობ? კაფეში იწყებს მუშაობას. ხუმრობ? არა. ჩვენს გამო დაკარგა სამსახური. უფრო სწორად შენს გამო. მასთან ვალში ვიყავით. ამიტომ სამსახური უშოვნე. მართალი ხარ, მაგრამ თუ ჩებლა გაიგებს რომ იქ მუშაობს, არ მომასვენეს და შეიძლება გაიგოს რომ მოვატყუე. აი ეს მესმის. რამეზე ნერვიულობ? გილოცავ. არა, ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ არ მინდა ტყუილში გამომიჭირონ. არაფერი მოხდება. ჩებლა კლუბში თითქმის არ დადის.
ასლის კი სამსახური სჭირდება. Hem Eda da bana ასლიზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ. ხომ არ Ya sen მოგწონს? sinir oldum. Hayırdır? მითხარი, Yoksa kesin ძალიან მოგწონს? გააფრინე? ეგრა შუაშია. ყველას მიმართ რაღაც უნდა ვიგრძნო, ვისაც ვეხმარები? ხო, მგონი ასეა. შენს თავში ნუ გერები. კარგი, ნუ ბრაზობ. hemen. Kız resmen ვირუსივითაა. რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ვეღარ მოვიშორე. მადლობა. Ay çok ძალიან დავიგვიანე ხო? მაპატიე, საცობში მოვყევი. ალბათ სადღაც ავარია იყო. არა, მეც ახლა ხანს მოვედი. yeni bir geldi. ახლა მოხვედი? Nasıl yani? რას ნიშნავს ახლა მოხვედი? Trafik sıkışmasa. ანუ საცობი რომ არა ნახევარი საათი აქ უნდა დაგლოვდებოდი მარტო. Neyse, yarım saattir burada seni mi? იმედია ასე არ მოიქცეოდი. Geçerli bir açıklama mı vardır Erdem? არა, არ გალოდინებდი მე ხომ. მინდა რაღაც გითხრა, მაგრამ ალბათ იფიქრებ რომ გატყუებ. Yalan mı? მომატყუე? Bir de bana მატყუებ კიდეც? არა, ბოროტი ტყუილი არ მithქვამს. დიდი ხანია აქ ვარ, მაგრამ არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინე დაგვიანების გამო. ამიტომ გითხარი რომ მეც ახლა ხანს მოვედი. nasıl in? რა საყვარელი ხარ? Sen gerçekten ნამდვილი ხარ? არ ვიცი. ეს ყვავილები კი ნამდვილია. დავსხდეთ? oturalım. ხო. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. ეს ვინ არის? ძალიან ლამაზია. ჩემი დეიდაშვილია ბურაკ. ცუდად არ მithქვამს. შენი დეიდაშვილი, ჩემი დეიდაშვილია. წამოდით, გაგაცნობთ. მადლობა. როგორ ჩაიარა გასაუბრება? კარგად ხელ დავიწყებთ. გილოცავ. Çok sağ ol. მადლობა. ნამდვილად კარგი სამსახურია, თან მე და ასლი ერთად ვიმუშავებთ. რა სამსახურია? სპორტული კლუბის კაფეში. მიმტანად ვიმუშავებ. Ya zaten orası უფროსი ისევ იგივე მყავს. kafesinde çalışacağız. ბატონ ვალკანს გულისხმობ? ხო, ხო მაგარია. ძალიან. Ya sonra ძალიან მიხარია. ხვალ უკვე სამსახურში წავალ. başlıyoruz. გამიხარდა. Ya ვიფიქრე, sen de haklısın. შენზეც მეთქვა 1-2 სიტყვა. Şimdi bir iş sormak მაგრამ მგონი პირველ დღეებში სირცხვილია ამ თემის წამოჭრა. არა, მეც ვიყავი რამოდენიმე ადგილას. მაგრამ არ მომეწონა სამსახურს. აუცილებლად ვიპოვი. Tamam. მართლა? კარგი. Abim arıyor. Ya ჩემი ძმა, benim ერდან, უნდა წავიდეთ. ახლა არ მოხვედი? კი, მაგრამ ჩემ ძმას ხომ იცნობ. უკვე იცი როგორიცაა. yani az çok anlamışsındır nasıl biri olduğunu. ხო, ჯობს წავიდეთ. წამოდი. Ay çok bunaldım. ძალიან მოვიწყინე ნიჰად. სადმე ხომ არ წავიდეთ? ერთად ვივახშმოთ.
კარგი, სადაც გინდა წავიდეთ. დღეს ელჩი უნდა ჩამოსულიყო. ალბათ ახლა სინანთან ერთადაა. დავურეკოთ და გავიგოთ რას აკეთებენ. თუ გინდა დარეკე, მაგრამ ხელს ხომ არ შეუშლით. არა, უბრალოდ გავიგებ სად არიან. Gitmeyen ne yapıyorlar? Neredeler? სელდა მირეკავს. გისმენ საყვარელო. ჩამოხვედი საყვარელო. ნორმალურად ვერ გელაპარაკე. კი, ჩამოვედი. ახლა სინანთან ერთად ვარ, ყავას ვსვამთ. რა საყვარლები ხართ? საყვარელო. ძალიან მოწყენილები ვართ. სადმე ვაპირებთ გასვლას. სახლში დავიღალეთ და თქვენ სად ხართ? ტენტში. ზუსტად მაგ რესტორანში ვაპირებდით წასვლას. რა დამთხვევა? მართლა? მოდით, გელოდებით. კარგი საყვარელო, მალე მოვალთ. კარგი ძვირფასო, გელოდებით. საყვარელო, ვიცი რომ გასვლას ვაპირებდით, მაგრამ ქსელდას ძალიან უნდა და მოსვლა და უარი ვერ ვუთხარი. არა უშავს, მოვიდნენ. ალბათ აინტერესებს, რას ვაკეთებთ. მართალი ხარ. სულ იმას მეუბნებოდა, რომ ძალიან შევეფერებით ერთმანეთს. მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა შენზე და მართალიც აღმოჩნდა. ორივეს კარგად გვიცნობს და ამიტომ. მართალი ხარ. მაბატიეთ, ქალბატონო ემელ. თქვენი შეშინება არ მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან შეგაშინეთ. მაბატიეთ, მე უფრო შეგაშინეთ. რას ამბობთ? ბატონი ნიჰატი თავად დაჭდა საჭესთან, მე კი აქ დავრჩი. ჩაის ვსვამდი, ხომ არ გნებათ? ორცხობილაც გვაქვს. არ მოგატყუებთ და სწორედ ამ ორცხობილას სუნს გამოვყევი. საოცარი სუნი აქვს. დაბრძანდით. მადლობა. ახლა სხვა თაობაა, რა ქალბატონო ემელ? ასეთ სიყვარულს ვერსად ნახავ. ფილმების გარდა. მართალი ხართ. სხვანაირი თაობაა. მათი სიყვარული მხოლოდ ერთი კვირა ან ერთი თვე გრძელდება. ჩვენ კი როდესაც გვიყვარდებოდა, ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანის ერთგულები ვრჩებოდით. მეც მიყვარდა. ახალგაზრდობაში. მაგრამ არ გამომაყოლეს. სხვაზე გაათხოვეს. გულნადგენი სტამბულში წამოვედი და ოჯახის შექმნაზე ხელი ჩავიქნიე. არ გამომივიდა. ვერავინ შევიყვარე. წუხარ. სამწუხაროა, როდესაც ორი საყვარელი ადამიანი ერთად არ არის. შეყვარებულების დაშორება დიდი ცოდვაა. ალბათ ბედისწერა იყო. მიყვარდა. მაგრამ ვერაფერი შევძელი. ალბათ ასე მარტო დავბერდები. მარტოსული. ასე ნუ ამბობთ. ჯერ ახალგაზრდა ხართ. ისევ შეგიყვარდებათ. ღმერთმა ინებოს. მე დაგტოვებთ. ასლისთან წავალ. მეც წავალ. არა, თქვენ დაბრძანდით და მიირთვით ორცხობილა. მადლობა. ასლი, როდის მოხვედი საყვარელო? Yeni geldi. ახლა ხანს დედა. Nasıl geçti görüşme? გასაუბრებამ როგორ ჩაიარა? Yüzüne bak. როგორც ჩანს, არც ისე კარგად. არა დედა. კარგად ჩაიარა და ხვალ მუშაობას ვიწყებ. რა კარგია შვილო, სად? Bu nerede? სპორტული კლუბის კაფეში. ძალიან კარგი კლუბია. განჯაც ჩემთან ერთად იმუშავებს. შესანიშნავია. Peki Aslım surat მაგრამ ასეთ ხასიათზე რატომ ხარ? რამე მოხდა? არა დედა, უბრალოდ დავიღალე. uzun yorgun. ჩემი პატარა დაიღალა. Bu asık მაგრამ ამაში არაა საქმე. Aslı. ასლი, benden bir şey რამეს ხომ არ მიმალავ? არა დედიკო, კარგად ვარ, არ ინერვიულო.
კარგი. Sen dinlen o zaman. მაშინ დაისვენე. მე გავალ, ვიმუშავებ. კარგი. Ben çıkıyorum kuzum. გავედი ბიძაშვილო. Ne haber Volkan? როგორ ხარ ვალკან? კარგად შენ? Ben geldim. სადმე გადიხარ? Ya yok canım. დღეს ძალიან დავიღალე. წავალ სახლში დავისვენებ. კარგი. დროებით. რა დაიმართა? დენისზე ფიქრობს? დღეს კლუბში შეხვდნენ ერთმანეთს. Görüştüler. Görüştüler mi? შეხვდნენ? Peşinde yani. ანუ მაინც დასდევს. ხო, ცდილობ შეირიგოს. თუ დენის შეურიგდება, დიდ შეცდომას დაუშვებს. ამას რატომ ამბობ? მგონი დენისი არც ისეთი საშინელია, როგორც გონია. Kötü bir kız değil. Hayırdır Burak? ბურაკ, რატომ იცავ? Bizi korumalar falan. არ ვიცა, უბრალოდ გეუბნები. Ya neyse ya bana ne. როგორ ხარ ჭებლა? Hoş geldin. კარგად, შენ როგორ ხარ? Biz yemek გუშია. კარგი. მენიუ თუ შეიძლება. ეს ჩემი დეიდაშვილია, მეგი. საზღვარგარეთ ცხოვრობს, აქ დასასვენებლად ჩამოვიდა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. წამოწავიდეთ. მეგის ღამის სტამბულს დავათვალიერებინებ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. მადლობა თქვენც ასევე. დროებით. რა ვჭამოთ საყვარელო? Hafif bir şeyler yiyip სუბუქად შევჭამ. salata olabilir. რამე სალათი მინდა. კარგი, რას დალევ? Ona karar. ეს არ გადამიწყვეტია. Ben bir თევზის სალათი და მინერალური წყალი თუ შეიძლება. მე პასტა და კოლა. როდის გადმოდიხართ სტამბულში? ზუსტი დრო იცი? იქით კვირა საყვარელო. gerçekten çok iyi oldu. რა კარგია, თორემ სწავლის დაწყებამდე ვეღარ გავძლებდი შენს გარეშე. ხო, მართალი ხარ. Ay bu ne ya? რა ჯანდაბაა? Niye böyle yerlere çok... ასეთ ადგილებში ბავშვები არ უნდა ატარონ. მე რა მოხდა? ბავშვია, მალე დამშვიდდება. birazdan ilgi istemiştir. ბურაკ, რა გჭირს? Sen de gel. შენ ხომ ბავშვებს ვერ იტანდი? Sen çocuk... ახლა რა შეიცვალა? რატომ ტირის ასე? მადა და მეკარგა. საყვარელი. ნეტავ რატომ ტირის? იმიტომ რომ თავხედია. Canım benim ya. ჩემო საყვარელო. Onun da var. ალბათ რამე აწუხებს. Ne oldu sana? რა დაგემართა? რატომ ტირი? მოდი ჩემთან. Gel. მოდი. Gel bakalım. მორჩა. Tamam. მოდი. დამშვიდდი. არი ტირო. Ağlama ama ağlama. Yok. Burak ბურაკ, ne oldu რა hayatım? მოხდა? Ne düşünüyorsun? რაზე ჩაფიქრდი? არაფერზე. Hayatım. საყვარელო, ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. Hele senin bu İstanbul ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ სტამბულში გადმოდიხარ. harika. ყველა ერთად ვიქნებით. ამიერიდან უფრო ხშირად ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს. რა თქმა უნდა, საყვარელო. დღეს ვალკანს დაველაპარაკე. ელჩიმის შესახებ? ო, მან კი ყველაფერი ჭებლას უამბო. Nasıl karşı? რა რეაქცია ჰქონდათ? Eminim çok memnun oldum. იმედია ყველაფერი კარგადაა. ვალკანს ძალიან გაუხარდა. ჭებლაც მხარს უჭერს დედას. Çok seviniyorum. ძალიან მიხარია. და Eda. ედა?
ჯერ არ მილაპარაკია. Neyse canım. იმედია ყველაფერს სწორად გაიგებს. Neden kabullenmedin? ცუდი რეაქცია რატომ უნდა გქონდეს? Hayatım biliyorsun. საყვარელო, ხომ იცი რომ სინანი მისთვის დედაცაა და მამაც. Balık yaptı. Evet ვიცი, მაგრამ ედა უკვე დიდი გოგოა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ადეკვატურად შეხვდება. Ya tabii ნამდვილად. aman ყველაფერი კარგად იქნება. şeyler mi bunlar? İnanmıyorum ya. მე ვიჯერებ. Kesin sevdim. ნამდვილად მისი შეყვარებულია. Ne zamandır acaba? რამდენი ხანია ერთად არიან? Çok geç kaldım. დავიგვიანე. Ağlayacağım. ახლა ვიტირებ. eda. გისმენ საყვარელო? Neredesin? სად ხარ, მამიკო? რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა საყვარელო? Canım sıkkın. ცუდად ვარ. Sen ne zaman geleceksin? როდის მოხვალ სახლში? სუდად რატომ ხარ? მითხარი. Konuşmak istiyorum. საუბარი არ მინდა, მამა. Yanımda უბრალოდ მინდა რომ ჩემს გვერდით იყო და გვერდით დამიდგე. კარგი საყვარელო, ახლავე მოვალ. მალე მოდი. კარგი, ახლავე წამოვალ. Canım ne oldu? რა მოხდა საყვარელო? ედას რამე შეემთხვა? სუდად არის. მაგრამ ტელეფონით საუბარი არ უნდა. მითხრა რომ ვჭირდები. კარგი, როცა გინდა წავიდეთ. თუ არ გეწყინებათ, ჩვენ წავალთ. რა თქმა უნდა, სინან. კარგი, ჩვენ ცოტა ხნით კიდევ დავრჩებით. კარგი საყვარელო. ჰა, ჩემო სიცოცხლე. ელჩიმ, თუ გინდა, არა, მეც უნდა წავიდე. ჯებლა მთელი დღე არ მინახავს, თანაც დავიღალე. დავისვენებ. დავიდეთ. კარგი. დროებით, დროებით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ვიცი რომ სახლში გვინდოდა წასვლა. ხომ არ გეწყინება? Ya kusura bakmıyorsun değil mi? მითხარი. არა, საყვარელო. უკვე გვიანია, მე ვნახოთ სახლი. Kızım sevdim. თუ შეყვარებული არ არის, Fotoğraf koysun. სურათი რატომ ატვირთა? ნამდვილად უყვარს. როგორ მინდა თმებით ვითრიო. Sen bir ვერ წარმოიდგენ რა დამემართა რომ დავინახე რას გავდა. უმახინჯესი იყო. ეგ როგორ შეუყვარდა. abi geldi. ჩემი ძმა მოვიდა, წავედი. eda. რა საკეთებ? Hiç. არაფერს. ჯანსუს ველაპარაკებოდი. საყვარელო, მთელი დღე ერთად ხართ. რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო? ბარიშის კაფედან უთქმელად რატომ წახვედით? რა მოხდა? Evet. ხო, ჯანსუს დედამ დაურეკა და წამოვედით. Ayrıca Barış თანაც ბარიში თავისი შეყვარებულით იყო დაკავებული და შეყვარებული? შეყვარებული ყავს? yok mu? არ ყავს. როგორც ვიცი არა, შენ საიდან იცი? Nereden çıkardın? Ben internette მათი სურათი ვნახე ინსტაგრამზე. Ha, o მისი დეიდაშვილია. დასასვენებლად ჩამოვიდა თურქეთში. დღეს გამაცნო. kuzeni. დეიდაშვილი? Tatlı kızmış ama. ძალიან ლამაზია. ისევ მარტო დავრჩით. Kaldık Nihat'cığım. ხო, Hayatım თუ დაიღალე შეგვიძლია წავიდეთ. kalkalım. არა. ჩემი ულამაზესი ცოლის ყურებით არასდროს დავიღლები. პირიქით ახლა უფრო კარგად ვარ. ჩემო საყვარელო. სელდა ძვირფასო. გამარჯობა. გამარჯობა ნიჰად. გამარჯობა ხულია. Tesadüf. რა დამთხოვა? დღეს უკვე მეორედ გნახე. Gerçi ilkinde sen თუმცა პირველ ჯერზე ვერ დამინახე. და სად შეხვდით? ki. Kalırsın. რესტორანში. მაპატიე ვერ დაგინახე. Ay su. არა უშავს. Gerçi biraz gel. თანაც გაღიზიანებული მომეჩვენა და აღარ დაგიძახე. ხულია, წავიდეთ ჩვენს მაგიდასთან. Görüşürüz Serdar'cığım. დროებით. ნახვამდის. დალევ რამეს. Ay evet. ხო, მისი დეიდაშვილია. Yüreğim. მე კიდევ როგორ ვინერვიულე. Ama haklısın artık. ყველაფერი უნდა უთხრა. Gerekiyor. ჩემს დაბადების დღეზე ვაპირებ ამის გაკეთებას. Ne dersin? რა სიტყვი? eda. Babam geldi. მამა მოვიდა, უნდა წავიდე, გკოცნი. Gel babacığım. შემოდი, მამიკო. საყვარელო, როგორ ხარ? İyiyim babacığım. კარგად. Niye yok? რატომ აკითხები? ხომ დამირეკე და მითხარი, მალე მოდიო. Ha ay evet. უბრალოდ რაღაც არასწორად გავიგე. Anlaşım da.
ახლა ყველაფერი მოგვარდა. კარგად ვარ. თანაც ძალიან კარგად. ახლა დავიძინებ რომ ჩემი დაბადების დღე უფრო მალე მოვიდეს. Tamam. კარგი, როგორც გინდა. Sorun yok. İyi geceler babacığım. ძილინებისა მამიკო. ძილინებისა. ასლი. დედა შენთან მოვდიოდი. მუშაობა დაამთავრე. კი, ჭურჭლის გარეცხას ვაპირებდი. Tamamdır. მე დაგეხმარები. Al. კარგი. ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეალაგე. კარგი. Şarkılar yazdım ama diyemedim gitme diye. Olmadı yapamadım adam gibi unutamadım diyemedim bitti diye. Gel desen gelirim, hadi git de ben gidelim. Sevmesen de severim, gurur benim neyime. Kim ne derse desin, söz geçmiyor ki dilime. Kapanırım dizlerine, gurur benim neyime. Gel desen gelirim, hadi git de ben gidelim. Sevmesen de severim, gurur benim neyime. Kim ne derse desin, söz geçmiyor ki dilime. Kapanırım dizlerine, gurur benim neyime. Kaldı yine ismin dilimin ucunda. Sonradan gelir hep aklım başıma. Baktım kaldım gözlerinin içine. Kaçırdın gözlerini, bıraktın ellerini. Sana ne şiirler ne şarkılar yazdım ama diyemedim gitme diye.
Hadi git de ben gidelim. Sevmesen de severim. Gurur benim neyime. Kim ne derse desin. Söz geçmiyor ki dilime. Artık benim için hayal დიდი ხანია ზღაპრების აღარ მჯერა. onu unutmam gerek. Efendim? გისმენთ? როგორ ხარ? ბურაკ? Sen misin? შენ ხარ? Kayıtlı değil. ჩემი ნომერი არ იცოდი? Ben de senin numaranı... შენი ნომერი არ მეწერა. Ne oluyor? რა ხდება? Ne zaman kaydettin? საიდან გაიგე ჩემი ნომერი? Kaza ავარიის შემდეგ ჩემს ჩანთაში ჩაძვერი, ხო? Onu aldın, karıştırdın mı? რა ადამიანი ხარ? Ya sen nasıl bir... ჩემი ტელეფონი რატომ აიღე? Telefonumu karıştırıyorsun. ჩემი ნომერი რაში გჭირდებოდა? Sanki senin numaranı... მიპასუხე. ამიერიდან ხშირად განხალ ხოლმე. იქნებ გამომადგეს, რა იცი რა ხდება. ხშირად რატომ უნდა გნახო? Size ait bir iş yeri... შენს კლუბში რომ მუშაობ, იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა გნახო. ო, ეს ამბავი მითხრეს. გილოცავ ახალ სამსახურს. ბალკანის წყალობით მაქვს ახალი სამსახური. Bir işim var. Neyse. დღეს კლუბიდან ატირებული გამოხედი და ვინერვიულე. რამე მოხდა? არ მანანო, რომ დაგირეკე. Niye merak რატომ ინერვიულე? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიქნები? ჩემგან თავი შორს დაიჭირე, აღარ მინდა შენი ნახვა. ეს რთული იქნება. რას გულისხმობ? Aşk beni bir kerecik kandırırsın. O da ben istersem. Ya sever ya ruhunu yaşlandırırsın. Nasıl istersen. Boş ver.